დემოკრატიული არჩევნების შედეგად გაიმარჯვა ქართულმა ოცნებამ, მაგრამ მათ ვერ მოიპოვეს კონსტიტუციური უმრავლესობა. თქვენ იცით, რომ ყველა სამართლებრივი გზის ამოწურვის შემდგომ საქართველოს პარლამენტმა დაადასტურა უკლებრივ ყველა დეპუტატის უფლებამოსილება და პირველი სესია წარიმართა ძალიან კონსტრუქციულ რეჟიმში. მიუხედავად ამ კონსტრუქციული მიდგომისა, პირველი სესიის მიმართ ქართული ოცნების მხრიდან გრძელდება არაკონსტრუქციულ რეჟიმში, არადემოკრატიული და არაკანონიერი მეთოდებით ზეწოლის განხორციელება მთელ რიგ დეპუტატებზე იმისთვის, რომ ქართულმა ოცნებამ მოიპოვოს კონსტიტუციური უმრავლესობა. ხორციელდება ზეწოლა გარკვეული და არაკანონიერი მეთოდებით, გამოიყოფა რამდენიმე კატეგორია. პირველ რიგში ზეწოლა ხდება იმ დეპუტატებზე, რომლებიც ფლობენ ბიზნესებს. ამავდროულად ხდება დეპუტატების ნათესავების მიმართ სისხლისამართლებრივი დევნის განხორციელების მუქარით დაშინება. ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როდესაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებზე ხორციელდება მუქარა, ასევე სისხლისამართლებრივი დევნის გამოყენების თვალსაზრისით, იქ სადაც გაიმარჯვეს და სადაც ისინი აქტიურად იყვნენ ჩართული ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიაში. სხვადასხვა ადამიანების მხრიდან ჩვენი, ასე ვთქვათ, უმცირესობის წევრებზე, მათ შორის მათ მხარდამჭერებზე, აქტივისტებზე, ოჯახის წევრებზე სხვადასხვა მიმართულებით ხორციელდება ზეწოლა ერთ-ერთი მიზნისთვის, რომ როგორმე, ასე ვთქვათ, გადაიბირონ ან ასე ვთქვათ, პოზიცია შეაცვლევინონ განსაკუთრებით მაჟორიტარებს, რომლებიც შედიან უმცირესობაში. ჩავთვალე, რომ ალბათ კომენტარი ასეთ თემებზე არ უნდა გააკეთო. მე სხვადასხვა ცოტა მეგონა, რომ ქალბატონჩიორა საერთოდ იუმორის გზნობა არ აქვს, მაგრამ როგორც ჩანს, ან სერიოზულად შევწდი და იუმორის გზნობა ჰქონია, თუ ამას იუმორად მიიჩნევს. თუ არა და მაშინ ძალიან არასერიოზული პიროვნება. ეხლა თუ ნაცმოძრაობას და უმრავლესობას ტოვებენ დეპუტატები და გადიან, ეს ნაცმოძრაობის პრობლემაა, შიდა პრობლემაა და მეორე თავში აზრად არ მოგვივა გავაყოთ კარები ყველა იმ დეპუტატისთვის, რომელიც უმცირესობაშია და მივიღოთ უმრავლესობაში.